ნანა ლეჟავა გაგაცნობთ. Ზუსტად ამ წუთებში პარლამენტში დასრულდა კენჭისყრაზე დადგა საკითხი კანონპროექტი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ პრეზიდენტის შენიშვნები და პარლამენტმა 96-6-ის წინააღმდეგ ეს შენიშვნები დაამტკიცა. მთელი დღის განმავლობაში კი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დილემის წინაშე იყო. პრეზიდენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო და შენიშვნებით პარლამენტს უკან გადაუგზავნა. მარგველაშვილის პოლიტიკური პოზიცია ასეთი იყო ერთი თვის ვადაში კანონპროექტის მომზადება შესაძლებელია და ამისთვის აპრილამდე ლოდინი საჭირო არ არის. გუშინ დეპუტატებმა 65-31 წინააღმდეგ მიიღეს კანონპროექტი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, რომლის მიხედვით აპრილამდე ღიად რჩებოდა მთავარი საკითხი, ვის უნდა ჰქონოდა წვდომა ფარული მოსმენების ეგრეთ წოდებულ გასაღებთან. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისი იყო პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა, თუმცა იმის გამო, რომ გადავადებას მხარს გუშინვე არ უჭერდა უმრავლესობის ნაწილი, როგორც ჩანს დეპუტატებმა არ გარისკეს და ვეტოს დაძლევა აღარ სცადეს. მათ პრეზიდენტის შენიშვნები გაითვალისწინეს. თორნიკე ხურციძეს ვთავთ პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან, სწორედ ის მოგუყვება, როგორ მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში განხილვები და შემდეგ კენჭისყრა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის მიერ შენიშვნებით გადმოგზავნილ კანონპროექტს 96-1-ის წინააღმდეგ. ასეთია კენჭისყრის შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც იზიარებდა პრეზიდენტის შენიშვნებს, საკითხის განხილვა სხდომათა დარბაზში ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის აზრით საკმაოდ რთული იქნება ამ შემოთავაზებულ ვადაში სრულყოფილი საკანონმდებლო მოწესრიგების უზრუნველყოფა. მაგრამ უნდა შევეცადოთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ვადაში მაქსიმალური რაც შესაძლებელი იქნება გაკეთდეს. ეს გადავადება ნამდვილად გამოიყურებოდა როგორც არის ერთჯერადი გადავადება, არამედ გამოიყურებოდა როგორც პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ძალოვანების ხელმძღვანელი და მთავარი თანაშემწე ბატონი ივანიშვილის ამ მიმართულებით, რაც შეეხება რეჟიმის უსაფრთხოებას, ამბობდა, რომ მისთვის მიუღებელია, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და უსაფრთხოების სამსახურებმა ისევ უნდა შეინარჩუნონ აბსოლუტური სრული და შეუფერხებელი წვდომა მონაცემებთან, ანუ მათ ხელში უნდა იყოს გასაღები. ამის საპირისპირო პოლიტიკურ პოზიციას ვხედავთ დღეს ჩვენ გამოხატულს პრეზიდენტის მიერ. მე მინდა რომ დღევანდელი დღიდან ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკეთოს თავისი დასკვნები, მათ შორის ალბათ პირველ რიგში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მან ალბათ უნდა მიიღოს გაკვეთილი და გაითვალისწინოს, რომ როდესაც საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი საკითხის ირგვლივ, როდესაც შენი საპარლამენტო უმრავლესობა არ არის ერთიანი ამ საკითხში, როდესაც მთელი საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს საკითხის ერთგვარად გადაწყვეტას, ალბათ ასეთი კატეგორიული ტონით საუბარი არ არის მიღებული. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ვფიქრობდით და მიგვაჩნდა, რომ ამ დროში ჩვენ უნდა მიგვეყო ის კანონი, რომელიც უნდა მიგვეყო. მიუხედავად ხისტი პოზიციისა, მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა კომისია, რომელშიც იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, ვერ მოხდა შეთანხმება. ძალიან სამწუხაროა ის დღეს, მაგრამ დღეს ხდება კიდევ ერთხელ ამ საკითხთან მობრუნება. დღეს კიდევ ერთხელ გვეძლევა ჩვენ იმის საშუალება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავაკეთოთ ის სწორი გადაწყვეტილება, მივიღოთ ის სწორი მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომელიც ჭირდება სახელმწიფოს უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებებს. ამის შემდეგ უკვე იურიდიული საკითხთა კომიტეტს აქვს სამთვიანი ვადა მოსმენების საკითხის დარეგულირების მიზნით კანონპროექტის მოსამზადებლად. მადლობა თორნიკე, ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან, მას ასე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტის შენიშვნებით მიღებულია. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პირველი ვეტო მარგველაშვილს დეპუტატების მიერ მიღებულ დოკუმენტზე 4 შენიშვნა ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ევროპელი ექსპერტების დასკვნაშიც
მიუღებელია ფარულ მოსმენებზე წვდომის ეგრეთ წოდებული გასაღების სამართალდამცველების ხელში იყოს. ვეტოს შემდეგ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იძულებული გახდა ეჩქარა, რადგან ვეტოს არსებობის შემთხვევაში უკვე ხვალიდან 1 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაღებზე წვდომა აღარ ექნებოდა. მე გადავწყვიტე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს დავადო ვეტო. გიორგი მარგველაშვილმა პირველი ვეტო ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაადო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ფარულ ინფორმაციაზე წვდომის შესახებ რეგულაციების თებერვლის ბოლომდე გადავადებას გულისხმობდა. პროექტი პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, თუმცა პრეზიდენტისთვის საკითხის გადავადება მიუღებელი აღმოჩნდა. ამ გადადებას მოყვა კიდევ ერთხელ 1 ნოემბრიდან გადადება კიდე რაღაცა დროით. ეს ტენდენცია არ არის პირველი სამწუხაროდ ჩვენ ახალ პარლამენტში და მე მიმაჩნია რომ ეს ტენდენცია უნდა ბევრად უფრო გონივრულ რეჟიმში იქნას გადატანილი და ბევრად უფრო სწრაფად უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომელზეც არის სრული კონსენსუსი საზოგადოებაშიც, მე დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ ელიტაშიც და შესაბამისად ის კანონები, რაც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მათ დაცულობას, უნდა უსწრაფეს ვადაში იქნას მიღებული. კანონპროექტზე ვეტოს დადების შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტს 4 შენიშვნით მიმართა, სადაც საუბრობს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მისი ორგანიზებით არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ევროპელი სპეციალისტების მიერ საექსპერტო დასკვნებიც მომზადდა. ამ დასკვნებში კი უარყოფითად შეფასდა სამართალდამცველი ორგანოების მიერ მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციების წვდომა. ამიტომ პრეზიდენტის აზრით გასაღებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად გონივრული ვადა 2014 წლის 1 დეკემბერია. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვისათვის დადგენილი რეგულაციების სრულფასოვანი ამოქმედებისათვის წესის შესამუშავებლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია განისაზღვროს გონივრული ვადა, არა უგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა. ამასთან ახალი რეგულაციების მიღების ვადის 2014 წლის 1 დეკემბრამდე განსაზღვრის შემთხვევაში მათი ამოქმედებაც ასევე უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში. 2014 წლის 1 აგვისტოს ელექტრონული კომუნიკაციების კანონში ცვლილებების შედეგად პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირ წვდომის უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 1 ნოემბრამდე შეუნარჩუნდა, ხოლო საქართველოს პარლამენტს დაევალა ამავე ვადაში ინფორმაციის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების მიღება, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ვადაში ვერ ჩაეტია და რეგულაციების მიღების ვადა თებერვლის ბოლომდე გადაწია. ამიტომ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ პარლამენტი იძულებულია გადაწყვეტილება ჩქარებული წესით მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალაში შედის ზაფხულში მიღებული რეგულაციები, რომლის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ეზღუდება და ეს ფუნქცია მობილური ოპერატორების ხელში გადადის. თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დღესვე არ განიხილავს, ამ შემთხვევაში შევა იცვლება ძალაში, რაც ზაფხულში იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც გასაღები აღარ ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ექნება მობილურ ოპერატორებს და მოსმენის ინტერესის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვეულებრივი არსებული წესით სასამართლოდან აიღებს განჩინებას, მიიტანს მობილურ ოპერატორთან და ჩართვას მოახდენს მხოლოდ მობილური ოპერატორი და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო. პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლების მობილური ოპერატორებისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება პრემიერთან არსებული კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭო. საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს თავად მობილურ ოპერატორებს არ სურთ. ჩვენ ქვეყანას აქვს უამრავი გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საუბარი იმის შესახებ, რომ ეგრეთ წოდებული გასაღები, ანუ მიერთების სისტემა იყოს მობილური ოპერატორების ხელში, რომლებიც არიან არარეზიდენტები, უცხოური კომპანიის წარმომადგენლები, მე მიმაჩნია უდიდესი რისკის შემცველად. კამპანიის შენგეხებას წევრებმა კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გონივრული და ადეკვატური უწოდეს. მათი განცხადებით გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოების გზავნილების სწორად გაიგო და გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. აი პასუხისგებლობა პოლიტიკოსის რა არის. პრეზიდენტმა იზრუნა და იფიქრა ხალხზე და ეს ვეტო ნიშნავს, რომ ის ფიქრობს ხალხზე, ხალხის ინტერესზე და რაღაც მითიურ, რაღაც გაუგებარ ინტერესებზე და არა იმაზე, რომ რა მოეწონება შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ ვიღაცას კიდე აღმასრულებელ ხელისუფლებას. მოსმენების თემა წინა ხელისუფლების პირობებში იყო
იყო სამართლიანად ერთ-ერთი გამორჩეულად ვთქვათ კრიტიკის საგანი სამწუხაროა რომ 2 წლის თავზე დღევანდელმა ხელისუფლებამ უეშ შეძლო ის რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსოლიდირებული პოზიცია ჩამოეყალიბებინა და პრინციპულად შეეცვალა ხელისუფლების საქმიანობა ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ რომ პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია ემოციურად და მომზადებლად. დღის ბოლოს პარლამენტმა გადაწყვიტა რომ პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს. ეს კი იმას ნიშნავს რომ შესაბამისად ვეტოს დაძლევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. პარლამენტს და სამუშაო ჯგუფს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებისთვის ვადა 1 დეკემბრამდე აქვთ.